პრემიერ-მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია საქართველოს შეუერთდეს იმ რეზოლუციას, რომელიც მიმართულია მშვიდობისკენ და არა ომის გახანგრძლივებისკენ. დავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია Deep State-ის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ჩვენ ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის 3 წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირ მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოდ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არ დაწესებას. ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაგეთილ მოსურნეებს, მეორე მხრივ ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგავდით და კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და მის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის გამტკიცებას. ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე დაგიწყოთ, როდესაც ის ამბობს, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები პოლიციელებს, რომლებიც ძალადობენ მომიტინგეებზე, როგორ შეფასებთ მის განცხადებას? ევროკავშირის ელჩი დამარცხდა არჩევნებში და ისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით. თქვენ გახსოვთ, ის ღიად აწარმოებდა კამპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ. თქვენ იცით, რომ არც ერთხელ არ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ქართულმა საზოგადოებამ იცის ის, თუ რამდენად ჭყალებში მშვიდობიანი იყო მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღგვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები და მთავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, რაც ბუნებრივია ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა. ანუ ამ განცხადებაში მოსახლეობას ბრიუსელიდან გამოსული რაში იხარდებაო. ბატონო ირაკლი, ეს თემა რო დავაკონკრეტოთ, ამ თემა, აი ეს დავასრულოთ. აქ იყო ასევე გაცხადებული, რომ უთხრა საქართველოს მოსახლეობას, რაში იხარჯება ბრიუსელიდან წამოსული ფული, ნაცვლად იმისა, რომ აქ პროკურორის როლს თამაშობს ევროკავშირის ელჩის განცხადება არის უბრალოდ დავაკონკრეტებო. ხო, არ ვიცი, კიდე აქ ცალსახად შეიძლება ითქვას ერთი რამ. როდესაც ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში, თან ევროკავშირის ევროპის კანდიდატ ქვეყანაში, შენ უნდა იზრუნო ბუნებრივია ევროკავშირისა და შესაბამის ქვეყნის დაახლოებაზე. როდესაც ამის საპირისპირო ნაბიჯებს გავ, ეს არის, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული და ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირადად მე შემიძლია პატივისცემა გამოვხადო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, თუმცა ის პირდაპირ მოქმედებს Deep State-ის დავალებების ქვეშ, აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა არ არის იოლი. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რა მოქმედებაში შეამჩნიეთ, რომ ის ერთის მხრივ კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას ცდილობს ქვეყანაში, ან Deep State-ის გავლენა, ან რა არ მოგეწონათ პავლო ჰერჩინსკის კრიტიკული პოზიცია უკვე საკმარისია თქვენთვის, რომ ასეთი იარლიღები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბატონმა ჰერჩინსკიმ პირდაპირ მოუწოდა ამორჩეველს მაქსიმალური მობილიზებისკენ და ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ შეგიძლიათ ციტატა ამოიღოთ, მან რამდენიმე დღით ადრე თქვა ასეთი რაღაც, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული საქართველოს ევროინტეგრაცია, მე შემოეტრიალა და თქვა, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ეს ევროინტეგრაცია, მან თქვა პირდაპირ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია და იმისათვის, რომ პროცესები სხვანაირად წარმართულიყო,
საჭირო იყო ამორჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ეს იყო პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ამორჩევლები და ხმა მიეცათ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. არა, ეს იყო საარჩევნო მოწოდება, მოგვიანებით ბატონმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს კი არ შეუჩერებია თურმე მანამდე ევროინტეგრაცია, არამედ შეუჩერებია ქართულ ოცნებას. ნუ თვითონვე აიხლართა საკუთარ ტყუილებში და ეს ტყუილები ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, ის იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია ევროკავშირის ელჩის ნებისმიერი განცხადება, რომელიც ემსახურება ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას, არაფრის ფასად არ სურს ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებაში დააბრუნოს კოლექტიური ნაცმოძრაობა. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რომ ახლა კომუნიკაცია არდანიძე და ლევან ნატროშთან მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ გაქვთ კომუნიკაცია ასე პირდაპირ ევროკავშირის ლიდერებთან, თქვენ ამბობთ, რომ თქვენი გეზი მაინც არის ევროპისკენ, ხომ ინტეგრაცია არის თქვენი მიზანი. აი ნაცვლად ასეთი თავდასხმებისა ვისთან ცდილობთ საერთოდ საუბარს? თქვენი სიმართლის დამტკიცებას, იმიტომ რომ ფაქტობრივად არათუ პოლიტიკური ფიგურა ელჩებიც აღარ არიან თქვენთვის სასურველი მოსაუბრე. რა თავდასხმაზეა საუბარი? ანუ თქვენ ახლა აკრიტიკებთ ელჩს მისი პოზიციის გამო. კრიტიკა და თავდასხმა ორი სხვადასხვა რამეა. კაცი გამოდის და თვალში ნაცარს აყრის ქართულ საზოგადოებას. ამბობს, რომ იყო მშვიდობიანი მიტინგები. ეს ხო სირცხვილია. რა თავდასხმაზეა საუბარი? რომელი იყო მშვიდობიანი? 5 დღე ომის იმიტაცია რო ქონდათ და თვითონვე რო ამბობდნენ ეს მოძალადე მომიტინგეები, რომ ეს არის მშვიდობაო, თვითონვე ამბობდნენ ამას. სად იყო მშვიდობიანი მიტინგები? სირცხვილია. მშვიდობიანი მიტინგები იყოს თბილისში? ეს რა თქმა უნდა სირცხვილია, როდესაც ბატონო ირაკლი, კი, მშვიდობიანი 5 დღე 28 თქვენ გამოიყენეთ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. სირცხვილია. ეს არის ნაციური უტიფრობა. ეს არის ნაციური უტიფრობა. თქვენ რომ მშვიდობიან მიტინგებს უწოდებთ იმას, რაც ხდებოდა თბილისში 28 ნოემბრიდან, ეს არის ნაცური უტიფრობა. ხოლო ნაცმა შეიძლება იგადროს ასეთი ტყუილი. გამოძიებასთან ორი ეს არის ნაცური უტიფრობა. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სასამართლოში გამოკითხვები გრძელდება ერთ შეფასებას. ნონა ქურდოვანიძე და ლევან ნატროშვილი გამოკითხებიან დღეს, რომ გითხრათ ამ პროცესის მნიშვნელობა. ბუნებრივია ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე, როდესაც ბრალს აყენებენ კონკრეტული ადამიანები. ამას სჭირდება მტკიცებულების მიტანა. ნახოთ რას მიიტანა. და რა მტკიცებული მეორე შეგლება რომ მიიტანონ, რომ რეალურად ყველა მიცის რომ არავითარი მტკიცებულება არ აქვს. თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში. დანარჩენი არის ყველაფერი царელი სპეკულაციები და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიიტანენ შესაბამისი ადამიანები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ყვარი ჰესის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის ბრალი წარედგინა, ის საუბრობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არის, რამდენად შეიძლება პოლიტიკური მდგენელი ქონდეს ამ საქმეს. ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველა პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს, ყველა ძალიან კარგად მოიხსენება, რომ როდესაც სტრასბურგში მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწოდებ დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები ასეთ საქმეებთან დაკავშირებით. უკრაინასთან ომში რუსეთი არის აგრესორი და გმობთ თუ არა უკრაინის შეჭრას? რუსეთის შეჭრას? კი, ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში შევერთით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის რეზოლუციებს, სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც ხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი. ჩვენ შევერთით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ. რატომ შეიკავეთ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა? ჩვენ მხარი დაუჭერეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული Deep State-ის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენ მხარს უჭერთ, ჩვენ მხარს უჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას
და იმედი გვაქვს რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას და კიდევ ერთხელ გაიმერებ, გმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და მხარს უჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიას. როგორც მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე რეაგირება არ გექნებათ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მოწოდებაზე, მაგალითად კაია კალასი, როცა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ამბობს, რომ ეს კანდიდატი ქვეყნისთვის შეუფერებელია პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანაში და სანქციებზე ვცდილობთ, რომ წინააღმდეგი სიტყვა პოლიტპატიმარი? სიტყვა პოლიტპატიმარი თქვა? კი, პოლიტპატიმარი თქვა კაია კალასმა? ყოჩ, მაგარი რაღაცა ვთქვამს. სირცხვილი ასეთი განცხადებები, თუ პოლიტპატიმარი თქვა სიტყვა კაია კალასმა, არ ვიცი, კომენტარიც არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. გურიაში სტიქიაზე კითხავს ბატონო ირაკლი, რა რეაგირება გაქვს?